3,000 მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ევსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შენს თბილრაბალ ჟამი ერსა გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენლებს აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ცოტა უჩვეულოა, იმიტომ რომ დღეს არ ვლაპარაკებთ გვარებზე, არ მოგაწვით არც ერთ გვარის ისტორიას. დღეს არის შემაჯამებელი გადაცემა. მთელი წელიწადნახევარია ჩვენ გადაცემა გადის, ეს 57 არის, ესე იგი ყოველ კვირას ვწერთ, ჩვენ ალბათ ყველა მიცით ეს, მაინც ვამბობთ, იმიტომ რომ ეს ასეა საჭირო, გვინდა რომ შევაჯამოთ მთელი ჩვენი წლის გადაცემები შევაჯამოთ და ეს გულის ტკივილი და ეს სიხარული გაგზიაროთ, ჩვენ გვაქვს სიხარული, იმიტომ რომ ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი წერს და ძალიან ტკბილი და თბილი სიტყვებს არ იშურებენ ჩვენზე, გულის ტკივილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაუმსახურებლად, ალბათ მე ასე ვთვლი, რომ დაუმსახურებლად რაღაცა გლანძღავს და ესეთ რაღაცებს გვეუბნება, რომელიც ალბათ არ გვეკუთვნის, ალბათ საბედნიეროდ ბევრი არა. ბევრი არა, ხო, რა თქმა უნდა, ხო, ეს არის რაღაცა ერთეულებია, ძალიან ერთეულებია, მაგრამ უფრო ძალიან ბევრია, აგერ მე მაქვს სიამაყეში, ესე ხო, ის იმ ადამიანების, ესე იგი, ისა რაც ესე იგი, რაც ჩვენ მოგდის საერთოდ და რაც გვიხარია, ძალიან გვიხარია ყველაფრის, ესე იგი, და მე მინდა მოგილოცოთ, დამდეგი დღეს არის 29 დეკემბერია, ორ დღეში შემოდის ახალი წელი. და მინდა თითოეული თქვენგანის ოჯახებისთვის, მთელი საქართველოსთვის, თქვენი გვარისთვის და თითოეული პიროვნებებისთვის ეს წელი ყოფილიყოს, ესე იგი სიკეთის მომტანი ყოფილიყოს, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს, მშვიდობიანი წელი ყოფილიყოს, ჩვენი გამთლიანების წელი ყოფილიყოს. სამწუხაროდ ისია დღეს გახლეჩილი და გაყოფილი ჩვენი საზოგადოება, რომ ეს რაც ტკეს გულს, ეს არის ერთადერთი ეს ნუ თუ არ შეგვიძლია რომ ესე იგი გავერთიანდეთ კაცო, ერთ აზზე ვიყოთ, ერთ აზზე ჩემტერი იყოს ერთ აზზე, მაგრამ რაღაც იმამდე ხო შეიძლება მივიდე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ რაღაცა ერთიანი აზრი გამოვიტანოთ და ერთიანი კონცეფცია შევიმუშაოთ, როგორ და ავაშენოთ ეს ქვეყანა. მე ვიძახი რომ მე შემიძლია უფრო მაგრა, შენ ვიძახი შენ შეგიძლია უფრო მაგრა, არც მე ვაკეთებ, რაღაცას არ შინაკეთებ არაფერს, იმიტომ რომ ეს ხელს უშლით. გავერთიანდე და მომავალი წლიდან 2025 წლიდან დაწყებულიყო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს აღორძინება ყოფილიყო, აღორძინების დასაწყისი ყოფილიყოს და აღორძინების დასაწყისი. გილოცავთ ყველას დამდეგ შოვა ახალძეს, მრავალს დაესწარით და ეხლა ვალერი მოგილოცავ და მე გაგაცნობ იმ მოწერილობ წერილებს, რაც მოგდის, ესე იგი ჩვენ იმ კეთილი და ჩვენი ერთგული მაყურებლებისგან. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შუა ახალი წელი. ყოფილიყოს ბედნიერი, გამთლიანების, შაბლონურად თუ არ გამოვიდეს, სიკეთის მომტანი და გამრავლების წელიწადი საქართველოში. გამრავლება, რომელიც ნახდად გვინდა. რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცით გადაცემებში ხშირად ვიძახით, რომ არის ისეთი ნალევი გვარები, რომელიც გაქრობის სამწუხაროდ ასია ღმერთით გამრავლებული იყოს და აბსოლუტურად ყველა გვარი გამრავლებული იყოს. ასევე მინდა ერთი რამე მადლობა მოუხადო მე ვაცდენდი გადაცემას. კი ბატონო, უნდა მეთქვა, რომ ესე იგი ვალერი თქვენ მომწერეთ კიდეც. რამოდენიმე ადამიანმა მოწერა, ესე იგი გვაკლია ბატონი ვალერი გვაკლიაო და იმიტომ რომ ცოტა პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობაზე და დღეს ყველაფერი კარგად არის, ეს არის დამსახურება იმ მედპერსონალის და ექიმების, რომლებმაც ვალერი ისევ დაგვიბრუნეს ჩვენ. კი, მომატრიალეს. ვალერამდე დავასწრებ ვალერის და მინდა ყველა იმ მედპერსონალს მოუხალდე მადლობა,
ვინც ვალერი ფეხზე დააყენა დღეს და დღეს ეგ შეძლო ჩვენთან ერთად ყოფნა და მომავალში ისე გააგრძელებს თავის გადაცემას როგორც ჩვენია. დაგასარი. კი, რა თქმა უნდა დამასწროთ. მე მინდა ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის მედპერსონალი მთლიანად აბსოლუტურად დაწყებული უფროსი და დამთავრებული დამლაგებელამდე, რომელიც მარტო ჩემი არა, იქ მყოფი ავადმყოფების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა ნევროლოგიურ განყოფილებაზე და კარდიოლოგიურ განყოფილებაზე ყველა იქ დაწყებული არიან ექიმები თათული გუბელაძე, ნინო კვირიკაშვილი, ჩემი პირადი ექიმი იყო, ძალიან უმაღლესი ახალგაზრდა გოგონა, აი გულისხმიერი რომ აი მათ ჩემს კი არ იყო ხო უყურებდი ყველა იმას ყვებოდა ბოლომდე უპირკიტებდა ხოთა გაუმაჯოს უყველას სუყველას მიხარია ესეთ რაღაცას რომ ამბობ ხა კი მე მიხარია იმიტომ რომ აი ადამიანს თვითონ რომ მოდის და აი გაგესაუბრება და რაღაცა მარტო ისეთი დადებითი მუხტი შემოაქვს რომ არ ვიცი უკვე კარგად ახლა შენ ენით უნდა მოვარჩინო ადამიანს ენით უნდა მოვარჩინო შემდეგ მედიკამენტები და იქ არიან რა თქმა უნდა ეს ძალიან ბევრს ნიშნავს კი იქ არიან ეგეთი ექიმი სოფი ფუტერიძე ლიკა ხოსროშვილი ყეფიანი კარდიოლოგები არიან თეაშობლადე რომელიც უნიკალური ადამიანები არიან და გადაყვებიან თავისი საქმის დიდი მწოდნეები კი ასევე კიდევ სხვადასხვა პოლიკლინიკებში მომუშავებ მესაც შეხება მქონდა და მე ვიცი რომ ყველა პოლიკლინიკებში წარმომადგენლები და მედპერსონალები მედჰაუსი იყო და ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლები როგორ ხვდებიან და მე ჩემს თავზე გამოუცხადე რომ ვინაც მოგემსახურონ როგორ უნდათ რომ აი პატივი გქცენ სულ თლათ უცხო ადამიანს მე მინდა ყველა ის ხალხი დაულოცო ეს იმ ხალხს მედპერსონალს ყველას კი ბატონო მეც მინდა აქიდან ესე იგი რა თქმა უნდა მედპერსონალს მეც უერთები ვალერის ესე იგი მილოცავს და მულოცავს უყველას რაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი ყოლოდეთ და მეტი სიხარული ქონოდეთ ავადმყოფების გარეშე ქონოდეთ დიდი სიხარული ამავე დროს მე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო იმ ორგანიზაციას რომელი ორგანიზაციას წელიწად ნახევრის წინ მოგცა საშუალება თქვენთან ურთიერთობის თქვენი გაცრობის საშუალება მოგცა ეს არის საქართველოს სამეფო კლუბია სამეფო კლუბი რომლის წევრების გახლა ვართ ჩვენ და მისი სპიკერი ბატონი გაიოს მამალაძე აქედან ვუხდი მადლობას ყველაფრისთვის იმ გაწეული დახმარებისათვის და იმ გაწეული ესე იგი რაღაც უანგაროთ სულ ყველაფერი ესე იგი უანგაროთ დაგვითმეს ყველაფერი რა თქმა უნდა მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გაიოს მამალაძეს და თელ სამეფო კლუბს იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია სადაც ესე იგი სიხარულით მივდივართ სიხარულით ესე იგი თითოეული ჩვენი შეხვედრა არის ესე იგი ზეიმის ტოლფასია იმიტომ რომ მაგრამ გვიყვარს ეს გადაზის საქმე ეს ორგანიზაცია ესა იმიტომ რომ აქ ლაპარაკია მხოლოდ საქართველოს სიდიადეზე საქართველოს წარსულზე რა თქმა უნდა და საქართველოს მომავალზეა ლაპარაკი ნათელ მომავალზე და იქ ისახება გეგმები როგორი უნდა იყოს მოწყობა სახელმწიფოებრივი მოწყობა როგორ უნდა იყოს მომავალი ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენ ასე გვესახება რომ სახალხო კონსტიტუციური მონარქია არის ის ერთადერთი სწორი ესე იგი ფორმულირება ქვეყნის მართვისა რასაც ესე იგი ჩვენ ესე იგი ვაჟღერებ და იმაშვებით ეს არის უპირველესი ხსნელი რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ ევროპაში საერთოდ ჩვენ ესე იგი მივისწრაფი და სადაც გვინდა ჩვენ რომ ვიყოთ იმ ევროპაში 12 სახელმწიფო არის ესე იგი მონარქისტული სახელმწიფო 12 სახელმწიფო და ყველაზე უძლიერესი კიდე იაპონიაც კი მონარქისტულია მაგრამ არსად აქ ლაპარაკი არ არის მე ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება და მინდა ერთხელ და სამუდამოდ აქ რა წოდებებზეა ლაპარაკი რა დროის წოდება 21 საუკუნეა გარე 21 საუკუნე სადაც ესე იგი აქ ლაპარაკია უბრალოდ სახელმწიფო წყობაზეა ლაპარაკი და მონარქიულ ესე იგი და არა იმაზე სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზეა ლაპარაკი
და არავით არის ესე იგი ეს ბატონების მოსვლა და ჩვენ მიუხედავად იმისა ჩვენ ბატონობა საქართველოში არ ყოფილა არასოდეს პატრონული ურთიერთობა იყო და რუსეთის შემოსვლა ერთი მინდა კიდევ თქვა რა ესე იგი ძალიან ბევრი ბაგრატიონები ერთ-ერთი უდიდესი გვარია მსოფლიოში ერთი 1000-ლოვანი ისტორია გვაქვს ბაგრატიონთა მეფობის და შემდეგ ესე იგი ერთადერთი ქვეყანა ვართ სოფლიოში ჯერ პირველ რიგში რომ გლეხთა აჯანყება არ მოხდა არასოდეს ვერც მეცნიერი და ვერც არამეცნიერი ვერ დამისახელეს მე-19 საუკუნემდე მე ხაზი მინდა გავუსვა მე-19 საუკუნემდე საქართველოში არ ყოფილა გლეხთა აჯანყება არც ერთი და შემდეგ ესე იგი 12 წმინდანი მეფე ყავდა ანუ ის ფორმულა რომ ხალხი უნდა ემსახურებოდეს მეფეს და არა მეფე უნდა ემსახურებოდეს და ხალხს არა ხალხი მეფესო საქართველოში ყოველთვის ამართლებდა მე მინდა ამავე დროს მინდა ჩვენ ვართ ამავე დროს ვართ მე და ბატონი ვალერი საქართველოს სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის გამგეობის წევრები ვართ და ეს ორგანიზაცია არის ძალიან დიდი ორგანიზაცია აერთიანებს 7000 გვარს იმ 18000 ქართული გვარიდან ანუ 25000 გვარი არსებობს საქართველოში 18000 არის ქართული გვარი და აქედან 7000 გვარს აერთიანებს ეს ორგანიზაცია არის საკმაოდ ძლიერი ორგანიზაცია და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ესე გვარების დალოცვა გვარების წარმოჩენა თვეში ერთხელ ტელევიზიაც აქვს თავი ტელევიზია და თვეში გაზეთიც აქვს საქართველოს რესპუბლიკა და თვეში ერთხელ ხდება შეკრება ორგანიზაციების ამ გვარების წინამძღოლების შეკრება ხდება და იმ საჭიროებო საკითხებს იხილავენ რაც ჭირდება პირველ რიგში გვარს ჭირდება და გვარიდან გამომდინარე მე თელს ქვეყანა ჭირდება და მინდა მიულოცო ბატონ ირაკლი ბრეგვაძეს რომელიც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეა მის იმ ადამიანებთან ერთად ვინც გვერდში უდგას ბატონ ირაკლის და აქედან მიულოცო შობა ახალი წელი დამდეგი შობა ახალი წელი და ყველაფერი კარგი მინდა უსურვო თუ რამეს დაამატებ და შემდეგ ესე იგი ერთი ორი სიტყვით მინდა ესე წერილები განეხილო რაც კი ბატონო მე მინდა მადლობა მოუხადო კიდევ ერთხელ იმ ჩვენ მაყურებელს ვინც რა თქმა უნდა გვისმენ კი ბატონო და ხომ ვიტყვი გვიტანს კიდევ რომ ნახევარი საათი გვისმენენ მაგრამ თუ რასაც ვაკეთებთ ესეც ვაკეთებთ იმ გვარის ყველა მიყვარხათ აბსოლუტურად ყველა მიყვარხათ იმიტომ რომ ვისაც თავის საკუთარი გვარი უყვარს ეს ჩვენ ყველა გვიყვარს იმიტომ რომ შენ თუ შენი გვარი აგიყვარს მე ჩემ გვარს ვერ შეიყვარებ შანსი არ არის შენ თუ შენი ოჯახის წევრი აგიყვარს ჩემი ოჯახის წევრს ვერ შეიყვარებ როგორ უნდა დამიწყებოდეს რომ შენი შვილი ჩემ შვილზე მეტად მიყვარს ეს აბსოლუტურად შენ რო გიყვარს შენი გვარი რო გიყვარს და რომ მეკითხები მე რაღაცას იმიტომ ხარ კაი ადამიანი და ღმერთმა გაგიმარჯვე შენ გაგიმარჯვე და ღმერთმა მრავალს დაგასწროთ მრავალ შობა ახალწელს მოგილოცავთ და დაგლოცავთ უფლის განიყავით ყველანი დალოცვილი ვიცოცხლე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ გაიოს მამალაძეს და სამეფო კლუბს რა თქმა უნდა ბატონ ირაკლი ბრეგვაძეს და სრულიად საქართველოს გვართა დარბაზს ესე იგი აი იმ გაწეული შრომისათვის რაც წევენ ესენი და ახორციელებენ გვარების პოპულარიზაციისთვის ეს არის უნიშნულოვანესი ძალიან სხვათა შორის ჩვენი გადაცემა და სამეფო კლუბის ის მისიაც ასე რომ ვთქვათ ამას ემსახურება რა თქმა უნდა აბარა რა თქმა უნდა დაგლოცავთ ეხლა შეგვიძლია ჩვენ კი ბატონო ეხლა მე ერთი ორი სიტყვით იმ წერილებს ბევრი იცნობს ალბათ თავის მოწერილს და მინდა რომ ესე იგი წაგიკითხოთ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ სიხარულს გვანიჭებს ეს ყველაფერი და სიამონარიდები იქნება ძალიან ბევრი წელიწად ნახევრის განმავლობაში ახლა ამას რომ მივყოლოდი 57 გადაცემიდან ძალშორს აგვიყვანდა და რაც პირდაპირ შევხვდა ხო ისე ის ამომწერი დაიწყო ცოტა პოლიტიკული ისინის განმეხილვა დიდი მადლობა ბატონებო გაწეული შრომისათვის უფალმა დაგლოცოთ ძალიან კარგია რომ საქმეს აკეთებთ მადლობა ამისათვის მართლა დაგლოცოთ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ გამარჯობათ ბიჭებო ეს ყველაზე უფრო მეტად გამიხარდა ეს ბიჭებოთი რომ მოგმართა ვიღაცამ თქვენ გენაცვალეთ მაგრამ საქმეს აკეთებთ და ღმერთმა წარმატებები მოგცეთ ძალიან დიდი მადლობა რომ არსებობდა ასეთი თბილი ყურადღებიანები და პოზიტიური ადამიანები ბრძანდებით ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებთ გაიხარეთ და იდღეგრძელეთ
უღრმესი მადლობა ბატონო ლევან ასეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის. რამდენი რამან მწოდნია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ხელა შრომისათვის. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ მამულიშვილ საქმეში გაიხარეთ. უღრმესი მადლობა ასეთი კაი გადაცემისათვის. ესე იგი აქ არ მინდა მე ეს ცუდი ისინი გავიმოსნა ისავლეთ ქართველებო ქართული რაღაც ხო ესეთ რაღაცა მოგწერა ადამიანმა რომელსაც აწუხებს როგორც ჩანს ეს ისავლეთ ქართველებო ქართული და თქვენ აღმოაჩენთ თურ საქართველოს 8000 წლიანი მარტო ღვინის კულტურა აქვს ქართველებს განათლება გადააჩენ საქართველოს და დააჩენ სამყაროს ისავლეთ ქართული და თქვენ აღმოაჩენთ თურ საქართველოს უფალო გაგვინათლე გონება და უკეთეს მოვალი სავალი გზებიო. ეს ახლა რაც მსახურება არ ვიცი, მაგრამ ნუ რაღაცა გულიდან ამოსული ბატონო ლევან, ბატონო ვალერი, მადლობას გიხდით ჩემი თხოვნის გათვალისწინებისათვის და საინტერესო გადაცემისათვის. დიდ საქმეს აკეთეთ. წარმატებები თქვენ და თქვენს აქვს. საქართველოში ყველა აზნაურია და გლეხი ვიღარიო, ვიღაცა მოგწერა და საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული პირველ რიგში და ვინაიდან მართლა მე მასე ვფიქრობ და ეს არ არის ესე იგი ისა ჩემი იდეა ფიქსი არ არის მაინც ეს და საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მართლა იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებაში უბრალოდ ეხლა ერთ რაღაცას მინდა გავამახვილო ყურადღება აი ჩვენ საკმაოდ ცნობილი ერი ვართ იმ გარდა იმისა რომ ესე იგი ყავს არა მარტო იმითი რომ ესე იგი ძალიან ბევრი სპორტსმენი ვყავს, ძალიან ბევრი მოჭიდავე ვყავს, ძალიან ბევრი დავუშვათ მოჭადრაკე ვყავს და რაღაცა ცნობილები. ამის გარდა არის კიდე ინტელექტუალური რაღაცა ესა, სადაც ესე იგი ჩვენ საკმაოდ გამორჩეულად მაგრები ვართ. უპირველესი ჩვენი ესე იგი ეს სიამაყე და მოდის ჩვენი ვაზიდან, ჩვენი ვაზის სიყვარულიდან მოდის. იმ ღვთაებრივი მცენარისგან რომლის ესე იგი ნაჟურით ჩვენ ესე იგი ადამიანი რო იბადება ლოცავ ვაზის ნაჟურით ლოცავ და როცა ამ ქვეყნიდან ადამიანი მიდის ვაზის ნაჟურით ვაცილებ ანუ ვაზი არის ის უპირველესი მცენარე ჩვენი ქართველებისა პურთან ერთად რომელიც ესე იგი ჩვენ ესე იგი შევისისხოცეთ საქართველოსა სოფლიოში არსებობს 2000 ენდემური ჯიში არსებობს ვაზის 2000 აქ წარმოვიდი სოფლიოზე მაქვს ლაპარაკი ამ აქედან 540 არის ქართული ჯიშია ქართული ენდემური ჯიშია აი 12 კერა არსებობს ხორბლის წარმოშობის 12 კერა არსებობს სოფლიოში და აქედან ერთი არის ქართულია იმ რაღაც არ მახსოვს ახლა რამდენი ენდემური ჯიში არსებობს სოფლიოში იმისი აქვია ხორბლის მაგრამ ქართველებს გვაქვს 5 გვაქვს ეგეთი რა მახა დიკა ზანდური ჩელტა და დოლისპური რომელზეც მე ესე იგი თელი ესე იგი წარმოიქნა ეს რას ნიშნავს თქვენ გაიხსენეთ სახარებაში რა მოხდა საიდუმლო სერობის დროს ჩვენმა უფალმა წყალი ღვინოთ აქცია და პურზე რა თქვა ღვინო სისხლია ჩემი პური ხორცია ჩემი და ზიარება უფალთა ზიარება ხდება სწორედ ღვინით და ხდება პურით. ასე რომ ყველაფერს რო თავი დავანებო ჩვენ ამითიც საკმაოდ საინტერესო ხალხი ვართ სოფლიოში. ბატონო, შეგიძლია? მე ბატონ ლევან მინდა ვისაუბრო იქით აწელს მომავლის ჩვენ გეგმებზეც. მრავალი ახალი ის გვექნება პროექტები გვექნება გვეყოლება მოწვეული სხვადასხვა სპეციალისტის წარმომადგენლები ვიცით რომ ისტორია არ არის მარტო ის რაღაცა ის გადმოცემების და ის არის არქეოლოგია დოკუმენტური მასალა და ეხლა მესამე დაემატა გენეტიკა ეს ძალიან კი ბატონო საინტერესო რა თქმა უნდა და გვინდა რომ აი ზუსტად გენეტიკოსები მოვიწვიოთ იმ წელიწადს და პირადად გაგცემენ ახალი კვლევები რაც იქნება და გენეტიკური კვლევები რომ პირდაპირ ასე რომ ვთქვათ ექსკლუზიურად მივაწოდოთ მაყურებელს ასევე გვინდა მოვიწვიოთ სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა სპეციალისტები დავით კლდიაშვილს კარგად იცნობ. კი ბატონო, კი, ჩვენი მეგობარია, ჩვენი სამგლობის კი, ორი გადაცემა ჩავწერეთ ბატონ დავითთან ერთად და კიდევ ვაპირებთ. გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვინდა მოვიწვიოთ ბატონი
გაიოს მამალაძეც, რომელიც ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრებს. მინდა კიდე ერთი სიახლე მინდა კიდე გაგიმხილოთ და მე მინდა წარმოგიდგინოთ მინდა დღეს ადამიანი, რომელიც ესე იგი ბატონი ვალერი მარტო არ არის. სხვანაირად არ გამიგოთ. ბატონ ვალერის ხავს ტყუპისალი ძმა, რომელიც ძალიან დიდი მცოდნეა ჩვენი ისტორიისა, ასე თქვა, ძველი ისტორიისა, რომელიც ესე იგი შეიძლება გამჟღავნებულის არ არის და ესეც საინტერესო საკითხებზე შეგვიძლია ვისაუბროს, რომელიც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით და რომელზეც წვომა არ აქვს. ბატონი დიმიტრი ხიმშიაშვილი ჯერ მინდა ვთქვა, რომ ესე იგი უშველებელი და უზარმაზარი გვარის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ისტორიაში ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებდნენ საქართველოს ისტორიაში და იმის გარდა ძაგნაკორაში მე-14 საუკუნეში რო არსებობდა ეს გვარი და რო ესე იგი საოცარ თავის იმაზე იდგნენ, რა ქვია, მაგას ფეხებზე იდგნენ, ამის გარდა კიდე აჭარა, დღევანდელი აჭარა დღეს ჩვენ საქართველოს ტერიტორიაში, ტერიტორიას საქართველოს რო ეკუთვნის, ეს არის სელიმ ხიმშიაშვილის უდიდესი დამსახურება, რომლის შთამომავლებიც ეს ორი ადამიანი, მე მინდა ბატონი დიმიტრი მოვიწვიო, აქ აყვავს, რომელიც შორიდან გვისმენს დღეს და მოდი ეწუთი ისა, მე მინდა ეს სურპრიზად გქონდა ჩვენთვის და მინდა მომავალი გადაცემები, რამოდენიმე გადაცემა მინდა მიუძვნოთ და ვალაპარაკოთ ბატონი დიმიტრი იმ საინტერესო საკითხებზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს. მოგზავნით, მაბატიეთ ახლა ასე შემოჭრისთვის, უჩვეულოდ, იმიტომ გითხარით თავიდან, ეს უჩვეულო გადაცემაა, დღევანდელი გადაცემაა, უცნაურობები და მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი დიმიტრი, აი წარმოგიდგინეთ, ტყუპისცალი ძმები არიან და მომავალში გადაცემები, რამოდენიმე გადაცემას მიუძვნით იმ თემას, რაც ესე იგი თქვენ გაინტერესებთ და სხვა შორის ძალიან საინტერესო გადაცემები, აქედან ვიცი რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივა. მადლობას მოგახსენებთ წარდგენისთვის და ყველა ადგილოსაც აბსოლუტურად დამდეგშობა ახარებს და ძალიან მოხარული ვიქნები შეუერთდე ბატონ ლევანი და ვალერის გადაცემებს. ვალერის თუ ბატონ ვალერის? ბატონ ვალერის გადაცემებს და არ ვიცი, მარტო მე კი არა, ყველა ჩემს ახლობლოს ვისაც ვიცი, რომ ყველანი დადებითად ეხმაურებიან მათ გადაცემებს, იმიტომ რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, გვარების ისტორიას იკვლევენ და სხვათა შორის მეც ვარ ჩართული პატარად მაგ საქმეში. რა თქმა უნდა, არქივში, რა თქმა უნდა, დავდივარ რაღაც გვარებს იკვლევ და ეს არის უდიდესი სიამოვნება ჩემთვის, რასაც აგე ბატონი ლევანი და ბატონი ვალერი გამიცდიან. ჩემთვისაც არის უდიდესი სიამოვნება გვარების კვლევა. წარმატებებს უსურვებ მაგ ბატონს. ჩვენთან ერთად ბატონი დიმიტრი, ჩვენთან ერთად იმედი მაქვს რომ ეს ის შეთხოვა, როცა კულისებს მიღმაო, აი კულისებს მიღმა, აი შავ სამუშაოს. აი ბატონი დიმიტრი ასრულებს იმ შავ სამუშაოს. მერე თქვენ რო წარმოგიდგეთ ამ სულ ყველაფერს, აი შავ სამუშაოს ასრულებს ბატონი დიმიტრი. აქ მე რაღაცებზე მაქვს დომა მასალებთან და გარდა გვარებისა მოგაწვდით სხვადასხვა მასალებს, აი შუმერები. ქართველთა წარმომავლობა საერთოდ. მოდი ეს სიურპრიზი იყოს მომავლის. აი მომავალი წლიდან ესე იგი ძალიან მაგას მოგახსენდა. ჩვენ ქართველები იმდენ სიტყვას ხმარობთ და არ ვიცით მისი წარმომავლობა და ეს წარმომავლობა ზუსტად მოდის შუმერებიდან ამ სიტყვის, რასაც ჩვენ ხმარობთ დღევანდელობაში, ასე თქვა. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა ახალწელს და წარმატებებს გისურვებ და დიდი მადლობა ბატონო ლევანის ჩემი წარდგენის და ვეცდები ჩემი პატარა მცირე წვლილი შევიტანო. კი ბატონო. საქართველოს ისტორიის განხილვაში ასე ვთქვა და
გვარებზე ძალიან მაინტერესებს გვარები და ვიყურებ მეც რაღაც ჩემთან გვარებს არხში ვარ ხოლმე და იმედია რომ მეც რაღაც ახალ ინფორმაციას მოგაგვი და წარმატებებს უსურვებ იცოცხლეთ ბატონო დიმა მოდი და მე და ვალერი შევთანხმდით ბატონობით არ ვლაპარაკოთ იმიტომ რომ ჩვენ ვართ მეგობრები ვართ უპირველესად და დიმა ასე მოგმართავ ძალიან არ მინდა ეს ფამილიარობა და რაღაცები დიმა შენც ასევე ლევანი და всё და მე თქვენ ახლობლად რა თქმა უნდა და მე მინდა კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მინდა მომავალი დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ გისურვოთ ყველაფერი კარგი უფრო ნაყოფიერი იყო ჩვენი მთელი წლის განმავლობაში მე შემიძლია ვთქვა თავმაც შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი ისა გადაცემები იყო ნაყოფიერი იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუღვივეთ სიყვარული გვარისა ის რაც არ იცოდა ძალიან ბევრმა ის ლაბირინთებში რაღაც ისტორიის რაღაცა მასში რა ქვია რაღაც ძალიან საინტერესოა სხვა შორის იმდანაც საინტერესოა რომ ესე იგი თუ კი ერთხელ მოიწამლები ამით მე მაგალითად 50 წლის წინ ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი რომ მოიწამლე და დღეს ასე მოწამლული დავდივარ ასევეა ვალერის და ასევეა დიმაც და ჩვენ მინდა თქვენც მინდა რომ მოგწამლოთ ამ ყველაფრით რა კარგი იმიტომ რომ როცა იქნებით მოწამლული თქვენი გვარით იქნებით მოწამლული და ჩემი გვარით იქნები და აი ყველა ორი ტყუპის სალის გვარით იქნები და ნებისმიერი ის 17000 18000 გვარით იქნებით მოწამლული მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ვერასოდეს ვერ იფიქრებთ და არ იფიქრებთ საქართველოს ცუდს პირიქით აქედან მოდის გვარებიდან მოდის ძალიან დიდი სიყვარული მოდის ითეული ჩვენგანის გვარის მე მაშინ დარწმუნებული ვარ როცა შენი გვარი გიყვარს შენ სხვაც გიყვარს როცა შენი გვარი არ გიყვარს და შენი ოჯახი არ გიყვარს შენი საკუთარი თავი არ გიყვარს მე ვერ შემიყვარებ შანსი არ არის ვერ დამაჯერებ ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთის გვარები ყოფილიყოს ისე და ისე მშვიდობა დედამიწაზე უპირველესად საქართველოში ჩვენს ოჯახებში ყოფილიყოს პატარებს უპირველესად ახალი წელი მაინც პატარების არის ეხლა ეს ნაძვისხე და ეს ჭკუელები ეხლა აქ ნაძვისხე იქნება თუ ის არ ვისხე იქნება ჩემთვის ახლა გაწყობისთვის შეიძლება იყოს ეს არის ბავშვებისთვისაა კარგი ის ბავშვებს უხარიათ ის თოვლის ბაბუას ბავშვებს უხარიათ თორე ყველაფერი ჩემი შვილიშვილები ელოდებიან შენი შვილიშვილების თქვენი შვილიშვილების ელოდებიან თოვლის ბაბუას მოსვლა და მე თავგასო თოვლის ბაბუა არ მოსულიყოს თითოეული ჩვენგანის ოჯახში დავალწელები ყოფილიყავით ყველა უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის გავდანდებოდეთ კიდევ ერთხელ დაგლუთავთ ყველა სათითაოდ ყველა გვარის წარმომადგენლებს მე ვთვლი რომ ასე ვთქვა ჩვენი მისია უმეტესწილად არის შესრულებული რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამ წელს მომავალზეც კიდე ის უკეთესი პროექტები საინტერესო პროექტები იქნება დამერწმუნე ძალიან საინტერესო პროექტები და ეგერება საყურებლად კი ბატონო კი ასე რომ გიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი გამოიწერეთ თუ ისაც გაინტერესებთ ესეთი რაღაცები უფრო საინტერესო გახდება ჩვენი არხი ჩვენი გადაცემები გამოიწერეთ სამეფო კლუბის არხი საქართველოს ისტორიული გვარები და ლევან ბერაის ავტორო გადაცემა გამოიწერეთ ჩვენი არხი უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის გავდანდებოდეთ 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავ დღეს მოსრები ვარ